რატო ვერ უკაჩავს პროდასალური ფლანგი ოცნება? საკითხი დადგა ესე. ოცნება ამბობს, რომ მე რო პრაგმატულ პოლიტიკას ვატარებ, ამით ომი არა გვაქვს და მეორე ფლანგი პროდასალური ფლანგი. რასაც ლაპარაკობს მათ შორის შენ, ვარიაციებით. ეგ თავის თავში გულისხმობს რას? რომ მოდი უკრაინის ბედი გავიზიაროთ. მე რო შენ გისმენ ეხა რომ აი რამდენი იარაღი მიაწოდეს უკრაინას. მან დარი ეგეთ კითხვა მაქვს, ხო? აი ჩვენთვის რომ მაგდენი იარაღი მოეწოდებინა, თողოთ უკრაინასთან რა შედეგის დადგა. იგივე შედეგი დამდგარიყო. ანუ უბრალოდ კოპირება რომ გავაკეთოთ ეხლა. ანუ რატო არ შეიძლება ეგრე საკითხის დაყენება? ანუ შენ ამერიკა პეტრიოტების სისტემებს გაწვდის, ოღონდ არ შემოდის აქ რუსეთი? რუსეთი აქ ისევე შემოვარდება როგორც შევარდნილია უკრაინაში ერთი, იმიტომ რომ ადრეც გაუკეთებია. შენი ლოგიკის ერთადერთი ის არის, რომ შენ გჯერა, რომ ეხა რუსეთი დამატებით 70,000 ადამიანის მობილიზებას ვერ მოახდენს, გაუგებარია რატო და ვერ შემოვა საქართველოს სანამ უკრაინაში ომი. ვადოს განცხადება, რომ რუსეთს ეხა აღარ აქვს მაგისი რესურსი, მარტო მაგაზე თუ არის ეხა ჩვენი უსაფრთხოების თემა, მაგას გიხსნი, რომ ოცნება მაგას აყენებს, რომ ბიჭო, მე ეხა როგორც ვიქცევი, ომი ხო არა გვაქვს. იქითა ფლანგი რასაც ლაპარაკობს, გარანტირებული გვაქვს უკრაინის შედეგი.